სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1992 წლის 17 ოქტომბერს. ეს არის ბოლო კითხვა, რომლითაც ჩვენ დავხურათ ამ განყოფილებას და ხვალე გავაგრძელებთ ახალს. ძალიან საინტერესო კითხვა არის, ძალიან პრაქტიკული და მოდით მოусვინოთ მას. ჯონ მაკარტური ასრულებს ესე. მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი კითხვის დასმის საშუალება გვაქვს და ამის შემდეგ მოგვიწევს ჩვენი სესიის დამთავრება. გამარჯობა ჯონ, მე დავქორწინდები დაახლოებით ალბათ 7 თვეში და მინდოდა თქვენი აზრი იმის შესახებ, თუ რა არის კარგი ქრისტიანული ქორწინება და რა ხდის მას ძლიერს. მე დავასათაურო ესე, რა იწვევს და რა ხდის კარგ ქრისტიანულ ქორწინებას. ჯონ მაკარტური. კეთილი და პატიოსანი. ამაზე პასუხის გაცემა ძალიან ადვილია. ნუ კითხვაზე, რა განაპირობებს კარგ ქრისტიანულ ქორწინებას? ორი კარგი ქრისტიანი, მისი წევრი. აი, ეს არის გარანტია. და ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ორივეს გიყვართ უფალი იესო ქრისტე, მთელი გულით, მთელი თქვენი გონებით და ის არის პრიორიტეტი ნომერ პირველი თქვენ ცხოვრებაში. და რომ თქვენ ერთგულად, ერთად გააგრძელებთ სიალოს იესო ქრისტესადმი მორჩილების ამ გზაზე. მოგეხსენებათ, ქორწინება უპირველეს ყოვლისა ეს არის ვალდებულება და შემდეგ ეს გადაიზრდება სიყვარულში. მაგრამ ეს ვალდებულებაა, როგორც იქ ყოფნა. და ქორწინებაში ვალდებულება უპირველეს ყოვლისა არის ერთმანეთის, არა ერთმანეთის, არამედ იესო ქრისტეს წინაშე პასუხისმგებლობა. ფაქტობრივად თქვენ იცით, როცა აბაკუმი, არა უკაცრავად რა აბაკუმი, რას ვამბობ ახლა მე, როცა მალაქია აბაკუმი, იცით ხომ, აბა დამეხმარეთ აბაკუმი არა, მალაქია მეორე თავში. და მე მთლიანად ვიტყვი ამ ადგილს მალაქიას წერილიდან, რომელიც ბატონმა ჯონმა მარტო პერეფრაზირება მოახდინა და ხედავთ ბატონ ჯონსაც მოზლის ახლა ისეთი ძალიან ძლელია დაიმახსოვრო ხო თან ძველი პატარა წინასწარმეტყველები შეიძლება აგერიოს ერთი მეორეში. ეს არის მალაქიას რაც მოვიძიე მეორე თავში, მე-13 მუხლიდან ვკითხულობ. აი კიდევ რას აკეთებთ? ცრემლებით ფარავთ ღვთის სამსხორბოს, ტირილითა და ქვითინით. ამის გამო აღარ აქვს ღმერთს სახე ძღვენისაკენ და აღარ იამება მისი მიღება თქვენი ხელიდან. კითხულობთ, რის გამო? იმის გამო, რომ უფალი იყო მოწმე შენსა და შენი სიჭაბუკის ცოლ შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი იყო, ცოლი შენი აღთქმისა. განა ერთ სხეულად არ ქმნათ უფალმა? სულიც და სხეულის მას ეკუთვნის. რატომ ქმნათ ერთ სხეულად და რა სიტყვის კაცი? შთამომავლობას ღვთისაგან. ამიტომ გაუფრთხილდით თქვენ სულებს და ნუ უღალატებთ სიჭაბუკის ცოლს. რადგან მძულს განქორწინება, ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, ის ვინც ძალადობით ფარავს თავის სამოსელს, ამბობს საბაოთ უფალი. მაშ გაუფრთხილდით თქვენ სულებს და ნუ დაარღვევთ ერთგულებას. დაღალეთ უფალი თქვენი სიტყვებით, თან კითხულობთ, რითი დავღალეთო? იმით რომ ამბობთ, ყოველი ავისქმნელი კარგია უფლის თვალში და ასეთნი ეამეებიანო. ან სადარისო მართსაჯულების ღმერთი და ესე მთავრდება ეს მეორე თავი. ჯონ მაკარტური აგრძელებს. ხედავთ, საინტერესოა, ხედავთ რა იყო ამ ადამიანებისადმი ღმერთის ბრალდება? ის რომ მათ შეწყვიტეს ცოლის სიყვარული? არა. ის რომ მათ საზოგადოებაში ცუდი მაგალითი მოიტანეს? არა. არამედ სწორედ ის რომ მათ დაარღვიეს შეთანხმება, ანუ აღთქმა, დაარღვიეს საკუთარი ინტეგრიტი. ეს ინგლისური ინტეგრიტი მე ესე გადავთარგმნე. მთლიანობა და ერთ-ერთი ახალი სიტყვა მე რაც არ გამიგია, ზნესრულობა. ძალიან მომეწონა ეს სიტყვა ზნესრულობა და ესე დავტოვე მე ინტეგრიტი რასაც ქვია. მე ვფიქრობ რომ ქორწინება, ესე იგი მათ დაარღვიეს ზნესრულობა. მე ვფიქრობ რომ ქორწინება უპირველეს ყოვლისა აღთქმა და სამწუხარო როცა ქორწინებაში არის ის რომ შენ აღარ ხარ ის ადამიანი, რომელიც იცავს თავის სიტყვას. ეს არის სამწუხარო, ანუ შეთანხმების დარღვევა. ასე რომ თქვენ ქორწინებაში მაშინ უახლოვდებით ერთმანეთს და ღმერთს, როცა აღთქმა და დამიჯერეთ, როცა დაქორწინებით, ნახეთ, ეს აღთქმა უნდა დაიცვათ. იმიტომ რომ, როდესაც თქვენ იწყებთ უკვე ამ ქორწინებას შესვლას, სატანა არ გშორდებათ და ის ყველანაირად ცდილობს რომ გაანადგუროს და დაშალოს ეს ქორწინება. ის აღშფოთებულია, ის გაბრაზებულია ამითი. და ერთადერთი გზა, რომელიც დაცვად შეგიძლიათ, არის ღრმა ურთიერთობის დამყარება იესო ქრისტესთან ორივე წევრის მხრიდან. ეს არის ქორწინების მთლიანად იზოლირება სატანის შემოტევისაგან.
ქრისტესთან ჩახუტება და ქრისტეს შეყვარება მთელი გულით და სულით. გასაგებია, დიახ, გმადლობთ ჯონ, გასაგებია. მოდით ახლა და ამითი დავასრულოთ, ღმერთმა დაგლოცოთ. უიმე, ყველანი გამქრალა. ამაზე გამახსენდა ის ცნობილი სიუჟეტი ნატურის ხიდან, როდესაც გახსოვთ ხომ ეროსი მანჯგალაძე, როდესაც ქადაგებს და უცე მომოიხედავს და ეთყობა ბატონ ჯონსაც მაგარდო შემოეცალა ირგვლი. გაპარულა ნეშობილძაღლები, მგონი ამას ამბობს ეროსი მანჯგალაძე, ხო? და ბატონი ჯონი აგზელებს ხუმრობით არ ეწყინა მას და ეს შესანიშნავია და ხედავთ რომ დრო ძალიან ისე მიფრინავს რომ ჩვენ ვერც კი შევიგრძნებით. ჩემი მხრიდან ყოველ შემთხვევაში ეს ასეა და ძალიან აქტუალური ამითი რომ რაც ხდება ჩვენს გულებში ეს გამოგვაქვს ჩვენ და ამას ვაფიქსირებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვისაც. თუ თქვენთვის არ არის ეს მნიშვნელოვანი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მესმის, რასაც მეკითხებით და იმაზე, რასაც პასუხობთ, მე ამაზე აუცილებლად ფიქრობ ხოლმე. იცით, მე აქ 14 წელია უკვე ვასწავლი და მიჭირს ამის გააზრება, რომ ყველა თქვენგვანი აქ შეიძლება ყოველთვის არ იყავით ამ თლოის განმავლობაში და ახალი ხალხი მიდიან და მოდიან და თქვენ სვავთ კითხვებს, რომლებზეც მე პასუხობთ ხოლმე და მე მათ ვაშუქებ და თითქმის ყველაფერი დავფარეთ ჩვენ. მაგრამ ზოგიერთმა არიციან რომ ეს უკვე ვთქვი და იმეორებ ხოლმე, მაგრამ მე მაინც ამას ახლიდან პასუხობ. ხედავთ, ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ ხალხი მოდის და აქვთ მათ თავისი აზრები და ეს მათთვის ძალიან მტკივნეულია და საჭირბოროტო. ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ განვაგრძოთ წმინდა წერილების ეს ძიება და ამ კითხვებზე პასუხების მოძებნა. გთხოვთ, განაგრძოთ ეს ჭეშმარიტება, ამ ჭეშმარიტების ძიება და ღმერთი აკურთხებს თქვენ გულებს და დააფასებს თქვენ სიცოცხლეს. გმადლობთ და მომავალ შეხვედრამდე.